დღეს ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი დღე და დასაფიქრებელი დღე არის ჩვენთვის, იმიტომ დღეს არის 12 სექტემბერი. ეს არის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე. ახალი სტილით და ილია ჭავჭავაძე ეს არის ადამიანი, რაც უკვე წმინდანად არის შერაცხული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ვინც ძალიან დიდი კვალი დამჩნია და მასზე შეიძლება ძალიან დიდხანს და უსასრულოდ საუბარი. ჩვენ ბუნებრივი ერთი გადაცემის ფარგლებში ამას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი გახსენება. ამდენად ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს გახლავთ კონსტანტინე გამსახურდია, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე, რომ მონახედრო და ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ გვეწვიათ ჩვენ. აიმე მიჭირს კიდეც კითხვის დასმა იმ თვალსაზრისით, რომ არც კი ვიცი რა გამოუყო და რა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე მოიცვა თავისი საქმიანობით ყველა სფერო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მას ეკონომიკაზეც კი აქვს, გეოპოლიტიკაზეც კი აქვს ნაშრომები. არ ვიცი როგორ დავსვა ეს შეკითხვა, თუმცა ერთი ტენდენციაც კიდევ შეიმჩნევა. მე არ ვამბობდა ჩვენ ვისაუბროთ გადაცემის დაწყებამდე, რომ შვილები არიან მამების საქციელზე პასუხისმგებელნი, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვერ დავრჩებით პავლიკ მოროზოვის როგორც თანამედროვეებს უყვართ თქმა ნარატივში, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობდა ილია ჭავჭავაძე, არსებობდნენ მისი თანამებრძოლები და მათ მოიტანეს და გაამთლიანეს ქართული ეროვნული ცნობიერება და გადაარჩინეს. არსებობდნენ ისინი, ვინც მათ დევნიდნენ და ვინც ილია მოკლეს. შესაბამისად, მათი შთამომავლებიც არიან ალბათ დღეს ჩვენ გვერდით. ჩვენ ვერ დავაბრალებთ მათ, რომ ისინი განაგრძობენ იმ საქმეს, მაგრამ ტენდენცია ყოველ შემთხვევაში ჩანს. აი რაღაცა გავიხსენოთ თუ შევაფასოთ, აი მე მიჭირს ისევ ვიმეორებ, რა კითხვით დავიწყო, არც კი ვიცი. თქვენ, ამიტომ თქვენ მოგანდებთ ამბავს. მოგესალმებით, ქალბატონო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს თარიღი ძალიან მრავლისმეტყველი თარიღია. პოეტმა ისიც კი დაწერა, რომ აი, როდესაც იწამურში ილია მოკლესო, ეპოქა დაიწყო, დიდი ეპოქა და რაღაც ახალი ხიდი გამოჩნდაო ახალ დროსთანო. ჩვენ ახლა მე მგონი ვერ გავიმეორებთ, რა თქმა უნდა, იმ შეფასებებს, რომელიც ძალიან ბევრი მოღვაწის და მწერლის მიერ გაკეთებულა ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით, ის იქნებოდა რაღაცნაირი გამეორება და მეტი არაფერი და ჩვენ უბრალოდ შევეცადოთ ვთქვათ, რატომ მოკლეს ილია ჭავჭავაძე. აი ეს საკითხი ალბათ არის ყველაზე უმთავრესი. პირველი მნიშვნელოვანესი ის არის, რომ ილია ჭავჭავაძემ შექმნა ქართული იდენტობა, ახალი ქართული იდენტობა შექმნა. ანუ მან მოამზადა, შეიძლება ითქვას, ერის სახელმწიფოს ჩამოყალიბება და საფუძვლები, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ ეს ერის სახელმწიფო. ეს არის უმთავრესი. რა თქმა უნდა, მან აზროვნებას, ქართულ აზრს უზარმაზარი, ესე ვთქვათ, წვლილი შეიტანა ამ ქართულ აზრის განვითარებაში, თქვენ რაც წეღან ბრძანეთ. მაგრამ აქ კიდევ იყო მეორე ფაქტორი, ალბათ ეს იყო მისი მოღვაწეობის ის პერიოდი, რომელიც იწყება 1905 წლის რევოლუციის შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ადრე ილია ჭავჭავაძე რევოლუციას თითქოს სიმპათიზირებს კიდევაც, არა, მის ნაწერებში ეს ჩანს სოციალური, ასე ვთქვათ, ემპათია თუ თანაგრძნობა უფრო ალბათ თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სისტემამ გათელა, ან ვთქვათ დაჩაგრა. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რევოლუცია ეს მეორე საკითხია კიდევ. რევოლუცია დაკავშირებულია ძალადობასთან, დამხობასთან, ეს რაღაცებთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მემარცხენეები ყოველთვის იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ერთადერთი გზა არის, ეს სხვა გზა არ არსებობს. ილია ჭავჭავაძე იყო ბუნებით ევოლუციონისტი. იყო ჰუმანისტი, დემოკრატი, ის იყო ამავე დროს ადამიანი, რომელსაც უკვე მიაჩნდა პოლიტიკური გზა, ანუ პოლიტიკური გზა მიაჩნდა სწორად და ეს ჩანს იქიდან, რომ ის 1906 წელს შედის სახელმწიფო სათათბიროში შედის. ეს სახელმწიფო სათათბირო გარკვეული ხანი ფუნქციონირებდა, თუმცა შემდეგ ის გაირეკა. მოხდა ასეთი რამ ნიში უკვე 1907 წლის ივნისში მოხდა ეს და ის ბრუნდება საქართველოში. აქედან ჩანს, რომ იგი ეწინააღმდეგება რევოლუციურ გზას და მზად არის, რომ აი სწორედ პარლამენტარიზმის გზით წავიდეს და თავისი ერის სატკივარი მიაწოდოს როგორც ოპონენტებს, ისე ხელისუფლებას, მაშინდელ ხელისუფლებას ცივილიზებული გზით. ამავე დროს ის მაგ დროს უკვე საკმაოდ
სერიოზულად განიხილებოდა პარტიის შექმნის და პარტიის დაფუძნების საკითხი და თითქოს ეს პარტია უნდა ყოფილიყო ან კონსტიტუციურ დემოკრატიული პარტია, ან ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ანუ ორივე იდეა განიხილებოდა. შემდგომში ეროვნულ დემოკრატებმა გააგრძელეს ილია ჭავჭავაძის გზა, ყოველ შემთხვევაში პირდაპირ გააგრძელა. რა თქმა უნდა, იყვნენ ხალხი სხვა პარტიებში, რომლებიც ასევე აგრძელებდნენ ილიას გზას, ანუ ილიელები იყვნენ ყოველთვის. ილია ჭავჭავაძე, როდესაც მოღვაწეობდა, მას უამრავი ოპონენტიც ყავდა, მას ყავდა ასევე უამრავი ადამიანი, რომელიც სრულიად ყრუ იყო, იმიტომ რომ მასთან კომუნიკაცია, როგორ მაშინ მასმედია არ არსებობდა. ილია ჭავჭავაძის ჟურნალები, რაღაც ალბათ 1000-ზე მეტი ტირაჟს არასოდეს არ ასცილებია და ხალხში კიდევ წერა-კითხვა პრობლემა იყო, არა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ არ შეიქმნებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ხათაშორის ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა არის პირდაპირი მემკვიდრე ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა. 1927 წელს ჩვენ ყველაფერი გადმოგეცა, მათი არქივი, მათი წიგნადი ფონდი, მათი ატრიბუტიკა, ბეჭდები და ასე შემდეგ. ყველაფერი დღეს ჩვენთან არის დაცული. აივე დღეს მინდა წარვადგინო ეს წიგნი, ეს არის ალექსანდრე შუშანაშვილის წიგნი. მე მაქვს ხათაშორის ბატონო ალექსანდრე მაჩუკა სახლში მაქვს ეს წიგნი. კაცი იყო სამხედრო პროკურორი, რომელმაც ეს შემთხვევა ეს კვლევა გამოიძია მაშინდელი კანონების და მაშინდელი პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენს ბიბლიოთეკაში ეს წიგნი დაცული და ძალიან საინტერესოდ აქვს მას განხილული მთელი რიგი მომენტები. აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ხა მეორე მიზეზი იყო კიდევ რომ ესე ვთქვათ მეფის ხელისუფლება, რომელმაც ჩაახშო რევოლუცია და მაშინ წინა პლანზე წამოიწია პრემიერ-მინისტრად პიოტრ სტოლიპინი, რომელიც ხათაშორის რუსეთის პოლიტიკოსებს თუ გადავხედავთ, ნამდვილად პროგრესული პირი იყო სხვებთან შედარებით. ანუ მას სტოლიპინის რეფორმები ცნობილია. რეფორმებით გახდა იგი ცნობილი, მაგრამ იგივე სტოლიპინმა გამოსცა ამდენთაც ის დამაჯე და დარწმუნებული ანტირევოლუციონერი იყო და სამართლიანადაც მან გამოსცა ბრძანება, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ან პირდაპირ იყო ჩართული ამ რევოლუციურ მღელვარებაში, ან რაღაცით უთანაგზნობდა, ან შეიძლება მომავალში რაღაც ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც განსხვავებული იქნება, ამოვარდნილი იქნება მეინსტრიმის ხაზიდან, კონტექსტიდან, ყველა ამ ადამიანზე უნდა დაწესდეს თვალყურის დევნება და სწორედ ამის გამო ილია ჭავჭავაძეს არის ყველა ნიშნები ამ წიგნშიც არის ეს კარგად განმარტებული, რომ ილია ჭავჭავაძეზე უკვე იყო თვალყურის დევნება. ანუ ეს ხორციელდებოდა იმპერიის, რუსეთის იმპერიის არა მარტო ეს სპეცსამსახურული, ესე უწოდოთ, ძალოვან პოლიციური და სპეცსამსახურული ცენტრიდან. და რა თქმა უნდა ის პერიფერიაზე ეს მეთვალყურეობა გრძელდებოდა თუ თვალყურის დევნება უფრო თვალთვალი რა თქმა უნდა და როგორც ჩანს სწორედ აი ამავე ცენტრიდან მოწამოვიდა ის იმპულსი თუ ბრძანება რომელიც ჩვენ არ ვიცით, არავის არ უნახავს ეს ბრძანება, მაგრამ ძალიან ჰიპოთეტიურად შეიძლება დავასკვნათ, რომ იყო მითითება მისი ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ. მეორე მხრივ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს ასევე აწყობდათ, ანუ მათ ოპონენტებს, გულისხმობ ხელისუფლების ოპონენტებს, რამდენადაც ისინი თვითონ რომ ილია ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძემ უღალატა რევოლუციურ იდეალებს და ვახტანგ გურგენიძემ, რომელიც იყო ეროვნული არქივის დირექტორი და სხვათა შორის ზუსტად გამსახურდია თავისი ერთ-ერთი თვითგამოცემა მიუძღვნა ილიას კვლევის მასალების გამომზეურებას, ეს იყო მატიანე 1986 წლისა, საიდანაც ჩანს როგორ ფილიპე მახარაძის მიერ რედაქტირებული ჟურნალში როგორ იბეჭდებოდა სისტემატიურად ილიას, ასე ვთქვათ, სალანძღავი განკიქების წერილები, სადაც ხდებოდა მისი დამცირება, დაცინვა მასზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ფაქტი არის, რომ ამ მიმართულებით ეს რევოლუციური ძალა, რომელიც საპირისპირო ძალა იყო ხელისუფლებისა, ასევე ცდილობდა ილია ჭავჭავაძის დისკრედიტაციას, რამდენიც ისინი თვლიდნენ, რომ ილია ჭავჭავაძე არ წაყვება რევოლუციურ გზას და ის პირიქით დაბრკოლება იქნება, ის ადამიანებისთვის იქნება იმის მანიშნებელი, რომ ადამიანები არ უნდა შეუერთდნენ დამხობის, რევოლუციის აჯანყების და შესაბამისად ძალადობის გზას. ილია ჭავჭავაძე ამ გზაზე არ დადგებოდა არც ერთ შემთხვევაში.
ანუ როგორც ჩანს ეს შავი პიარის მეთოდები ერთი და იგივეა რევოლუციონერებს 100 წლის წინათ და 100 წლის შემდეგ აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა დიახ აი ეს ადამიანი მოექცა ზუსტად აი ამ ჟურნალის მხრიდან ჟურნალი მოგზაურის მხრიდან მოექცა დარტყმის ქვეშ და ეს მიმდინარეობდა ეს იყო სისტემატიური კამპანია შეიძლება ითქვას ხა ილია ამ დროს როდესაც გაირეკა ეს სახელმწიფო სათათბირო ილია ბრუნდება საქართველოში და ხდება ასეთი რამ რომ მისი მოურავი მოსე მემარნიშვილი იქნა მოკლული მოულოდნელად. ესეც კიდევ ერთი მინიშნება არის იმაზე, რომ იყო თვალთვალი და არა მარტო თვალთვალი, არამედ რაღაც გარკვეული გეგმა იყო ამოქმედებული, ეს ამ წიგნიდან შეიძლება დავასკვნათ. გარკვეული გეგმა იყო ამოქმედებული, იმიტომ რომ ეს მოურავი როგორც ირკვევა იქ საკმაოდ კარგად ფლობდა სიტუაციას და ელია რამდენადაც ბანკშიც აღარ იყო არც სხვაგან აღარ იყო და სანოვაგეს ისინი იღებდნენ საგურამოდან. ანუ ამ მოურავის მოკლის მიზეზი იყო ის რომ ილია ჭავჭავაძე ჩამოსულიყო იქ და უფრო მეტხანს გაჩერებულიყო. რამდენადაც მისი მკვლელობა ქალაქის პირობებში ბევრად უფრო რთული იქნებოდა ვიდრე აი იქ გზაზე, სოფლის გზაზე. და მართლაც ილია ჩამოდის საგურამოში და მას შემოყავს მოურავი დიმიტრი ჯაში, რომელსაც რა თქმა უნდა გამოცდილება არ აქვს სოფლელებთან ურთიერთობის და ილია პირადად ეხმარება მას რომ რაღაცნაირად გაერკვეს სიტუაციაში, რამდენადაც იქ საკმაოდ ხისტი ურთიერთობები იყო იქ ამ მოურავმა ასე დააყენა საქმე, იყო გარკვეული უკმაყოფილებაც და რაღაცნაირად რომ ყველაფერი გადაწყვეტილიყო შედარებით უფრო რბილად და შედარებით უფრო რაღაც მე ვიტყოდი მისაღებად ორივე მხარისთვის, ხო, უფრო დიპლომატიურად და დიმიტრი ჯაში რა თქმა უნდა ხა აქედან რომ დავთვალოთ რამდენი დროა ილიას მკვლელობამდე ალბათ 3 თვეც არ არის, სრული 3 თვეც არ არის. აქედან გაჩნდა შემდეგ ლეგენდა, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით ილიას მკვლელობას სულ გადამისამართებები ხდება, ანუ რეალური ხაზი რო დაიკარგოს. აი მაგალითად დიმიტრი ჯაშზე მიტანეს რაღაც ჭვი რომ თითქოს იგი აცოც და კაკლის ხეზე და მაგ დროს დაიწყო ზუსტად ბერტყვა და ეს იყო სიგნალი თითქოს იმ ბანდიტებისთვის ვინც იყვნენ ტერორისტებისთვის. მოდი უწოდოთ მას ტერორისტები. რომლებიც პოლიტიკასაც იყვნენ ამოფარებულნი. ესენი როგორი ტიპები ჩანან, იცით? აი დათა თუთაშხიაში რომ არიან რაჟა სარჩიმელია, ბოდღო ყვალთა ოღონ ქართლელები, რო წარმოვიდგინოთ, ისინი მეგრელები, ესენი ქართლელები. აი ასეთი ტიპები არიან, რომლებიც ამავე დროს რომელთაც ყავთ ამავე დროს პარტიულებიც თავიანთ უჯრედში, იმიტომ რომ რევოლუცია ახალი დამარცხებულია და ეს რაღაცა ეს უჯრედები ძვინვარებენ, ხო? ჯერ კიდევ არ არიან არც ლიკვიდირებული, არც დაპატიმრებული. აი ზუსტად ასეთი უჯრედი არის იქ შექმნილი და სწორედ ეს უჯრედი ოპერირებს და მათ ყავთ ესენი არიან გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა, გავლენის აგენტი ნიშნავს, რომ ის პირდაპირ არავისგან დავალება, მაგრამ მათ ყავთ ვიღაცა, რომელიც მათ მართავს და ის უკვე ინსტრუირებული არის. შეიძლება ასეთი ყოფილიყო იმერელი ბიჭი რომ არის ეს იმერლიშვილი, იმერლიშვილი თვითონ ბანდის მეთაური იყო, რომელიც შიდა ქართლში მოქმედებდა. აი ეს იმერელი, ეგრეთ წოდებული იმერელი შეიძლება ყოფილიყო აქ უშუალოდ ხელმძღვანელი და რაც შეეხება ილიას მეეტლეს თედო ლაბაურს, აი თედო ლაბაურიც არის ძალიან საინტერესო ფიგურა ამ ხრივ. ის პირდაპირ აი პირველივე ჩვენებაში უკვე არასწორ ჩვენებას აძლევს. ანუ ის პირდაპირ გადამისამართებას მას დავალება აქვს ასეთი. და ჯაში კი არ არის სინამდვილეში ინფორმატორი და ვთქვათ გამცემი, არამედ გამცემი და ინფორმატორი არის სწორედ თედო ლაბაური. ჯაში რომ წასულიყო, აი ბატონი ალექსანდრე წერს ამ წიგნში, რომ ჯაში კაკლის ხეზე კი არაო, აი ნამდვილი ანძარო მდგარიყო და იმაზე ასულიყო, ის ისეთი ბორცვებია და ისეთი ვარჯებია ხეების, რომ ის ვინც ვერ დაინახავდაო. ანუ შეუძლებელი, მაშინ დრონი უნდა გაეფრინა იმას ალბათ იქ და თვითონ და სად იყო მაშინ დრონები. ისევ ამბობ არ წარმოვიდგინოთ. ანუ არანაირი ჯაშის ფაქტორი აქ არ არის მხედველობაში მისაღები. ამიტომაც აქ თედო ლაბაური არის თავარი, ეს თედო ლაბაური აძლევს არასწორ ჩვენებას, რომ მკვლელები თითქოს ლაპარაკობდნენ რუსულად სომხური აქცენტით. ანუ თითქოს უნდა მომხდარიყო გადამისამართება დაშნაკების
სომხურ პარტიას. კიდევ უარესი, როგორც ცუდ რაღაცას აკეთებდნენ დასაპირისპირებლად. რა თქმა უნდა, აქედან ჩანს, რომ აქ ვიღაცა იდეოლოგების ხედან, რომლებიც აი ასეთი კატეგორიებით აზროვნებენ, ქართულ სომხური დაპირისპირება გამოიწვიონ. რატომ? იმიტომ რომ ილიამ დაწერა ქვათაღაღადი. ილია ჭავჭავაძეს ქვათაღაღადი სომეხთა წინააღმდეგ არ დაუწერია. ის ამხელდა რამოდენიმე ფალსიფიკატორ და ულტრანაციონალისტ სომეხ ისტორიკოსის სომეხ ერს, რა თქმა უნდა, აფასებდა და პატივს სცემდა. არც ერთ შემთხვევაში სხვა პოზიცია აქ არ შეიმჩნევა არანაირი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავითვალისწინოთ და ახლა როგორ არის ეს მკვლელები უკაცრავად ბატონო კონსტანტინე მინდა რომ ახლა უკვე იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამიტომ რეკლამის გამო მცირე ხნით დაგემშვიდობები დაგველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდები და განვაგრძობთ საუბარს იმ ადგილიდან საიდანაც შევწყვეტეთ განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს და ჩვენ სტუმართან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად საუბრობთ თემაზე არც სასიამოვნო თემაზე როგორ მოკლეს ილია ჭავჭავაძე სურათის აღდგენა მკვლელობის მაინც მოხერხდა, იმიტომ რომ ილიას მეუღლე იყო იქ და ეს ყველაფერი ნახა, ხო? მანამდე კიდევ რა ვერსიებია, როგორ მივიდა აი კულმინაციამდე? ილიას მეუღლეს ჩაარტყეს ყონდახი და მან გონება დაკარგა, თუმცა აქ ჩვენებებს იძლევა ისევ ის თედოლაბაური, რომელიც არასწორ ჩვენებებს აძლევს. ჩამარტყეს კონდახიო, ესე ჩვენება აქვს მიცემული და სხვა შორის დაათვალიერა ჟანდარმერიმ ვერ იპოვეს ამ კონდახის ჩარტყმის ხვალი. რა თქმა უნდა, მას ყველანაირად ცდილობს რომ გადამისამართოს რაღაცები არასწორი ინფორმაციები მიაწოდოს ჟანდარმერიას. სხვა შორის მაგ დღეს ზუსტად ილიას მკვლელობის დღეს ილიას ბინა გატეხილი იქნა ძარცველების მიერ და გაიძარცვა. ესეც კიდევ ერთი და რაღაც გარკვეული დოკუმენტაცია იქნა წაღებული. ესეც კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისი, რომ ეს ჩვეულებრივი ეს იყო გარკვეული გეგმის ნაწილი იყო. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაშია. ახლა რაც შეეხება მკვლელებს ისინი 1909 წელს დახვრიტეს, აქ მხოლოდ ბერბიჭაშვილი ფიგურირებს ხოლმე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს მთელი ჯგუფი იყო. ბერბიჭაშვილი რაღაც უფრო ისეთი ფიგურაა, რომელსაც ხშირად ახსენებენ და რაღაც სიმბოლოც კი გახდა. აქ იყვნენ შავლიშვილი, ინაშვილი, თორსტე მოძღვრიშვილიც იყო, გიგოლა მოძღვრიშვილი, რომელსაც არ ახსენებენ საერთოდ, ხიზანიშვილი, იგივე ლაბაურიც, რომელიც თანამონაწილეა ამ ყველაფრის. ძალსახად. ხო, რაც შეეხება ესენი დახვრიტეს, ერთ-ერთი მოკლეს შემდგომ მომდევნო წელს, როდესაც ბანდა იქნა განადგურებული, ეს იმ ბანდის წევრი იყო, ხოლო რაც შეეხება გიგლა ბერბიაშვილი გადაიხვეწა საქართველოდან, ის ირანშიც იყო და ჩართული იყო იქაურ რევოლუციურ მღელვარებაში, ხოლო შემდგომში იგი გამოჩნდა როგორ მან ყურადღება მიიქცია, იმით რომ პენსია ითხოვა და რაღაცნაირად თქვა რომ აი ამ ხელებით მეო მოვაშთე თავადიო. ამის შემდეგ უკვე აღიძრა, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე და ისინი გაასამართლეს 1951 წელს, ხოლო როდესაც გაასამართლეს და მიუსაჯეს მას სასიკვდილო განაჩენი დახვრეტა, მაგრამ თუნდაც მისი ვაჟი გიორგი იბრძვის საბჭოთა არმიაში და გიორგი მიწერა წერილი, ვთქვათ, პროკურატურას, სადაც იგი ამბობს, ითხოვს მამის შეწყალებას. დახვრეტა შეუცვალეს მას, მაგრამ იგი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც იგი, არ ვიცი, მოკვდა, შეიძლება მიეხმარნენ კიდევაც სიკვდილში, ეს უფრო დამაჯერებელია, რამდენადაც იგი საჭირო აღარ იყო. ამას აკეთებენ თავისიანებივე, არა ეს ყველა განადგურდა თავისე, ვინც გააკეთებს შეუკვეთა ეს მკვლელობა, მათვე შემდეგ შემკვეთი როგორ არის, იცით, შემკვეთი არა, შემკვეთები ისინი შემსრულებლები იყვნენ. მე მათ დავყოფთი ესე სასარგებლო იდიოტებად, განვლენის აგენტებად და პირდაპირ აგენტებად. ეს სამნაწილად გოლი მკვლელების უშუალო ვინ მოიშორა თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ისინი უკვე მოიშორეს სტალინის პერიოდში, თვითონ სტალინმა. აი ეს ვიგულისხმე შემდგომ. მაგრამ აქ იცით, აი იგივე ბახვის კრებაზე არის საუბარი, ეს ბახვის კრებაც ჩანს გადამისამართება. ასეთი კრების არსებობა, ასეთი კრების ფაქტი ამ წიგნის მიხედვით არ დასტურდება. სადაც იყო შეკრებილი თითქოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს. ეს ნამდვილად მათ არ გადაუწყვეტიათ.
ეს სხვაგან არის გადაწყვეტილი და უბრალოდ აი ეს ადამიანები მე ჩამოთვალე სამი კატეგორია ისინი თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან როგორც აგენტები და მათ ეს განახორციელეს როგორც აგენტებმა და შემსრულებლებმა მე აქ მეტი არაფერი არ უნდა იყოს სხვა ეხლა რაც შეეხება ძანეთ დიახ და კითხვა რაც შეეხება თვითონ ფაქტის შეფასებას ეს შეფასება პირველად გააკეთა პატა გუგუშვილმა თავის წიგნში 1938 წელს და იმ მონუმენტსაც წიწამურში დაეკრა სწორედ ეს წარწერა მეფის ოხრანკამ გააკეთა. ხა ეგ ძალიან მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან კონკრეტულია. აქ შესაძლოა მარტო ოხრანკაც არ ყოფილიყო, არამედ ეს იყო რაღაც გარკვეული ძალების შეთანხმება და ზოგადად რუსეთის იმპერია მე ვგულისხმობ აქ იგივე სტოლიპინსაც და სხვებსაც საერთოდ თავის დაზიანების გზით მიდის ხოლმე საკმაოდ ხშირად. ჩვენთან დაპირისპირება უკრაინასთან ომი ამის გამოხატულებაა. ის რა არის რუსეთის იმპერიას ერჩია ურთიერთობა ქონოდა ისევ ილია ჭავჭავაძესთან რომელიც იყო ნამდვილად ჰუმანური და კეთილი ადამიანი არა ერჩია მასთან ურთიერთობა ერჩია ზვიადგამსახურდიასთან ადამიანებთან ურთიერთობა ვიდრე ურთიერთობა ჰქონოდა ლენინთან ტროცკისთან და სისხლისმელ ბოლშევიკებთან მათ აი ეს მეორე არჩიეს მათ არ აირჩიეს ურთიერთობა ილიასთან არ აირჩიეს ურთიერთობა ზვიადგამსახურდიასთან და აირჩიეს სისხლისმელი ბოლშევიკები რომლებმაც ანდერძი აუგო რუსეთის იმპერიას დაამხო მეფე და ამოხოცა მეფის ოჯახი ასევე გაანადგურეს უამრავი სახელმწიფო მოღვაწე სამღვდელო პირი და სისხლის ზღვა დააყენეს და მათი არჩევანი იყო მათ უარი თქვეს ურთიერთობაზე ილია ჭავჭავაძესთან მათ უარი თქვეს ურთიერთობაზე ზვიადგამსახურდიასთან და მინდა ილიას მოღვაწეობა მისი ღვაწლი იმდენად მე აღნიშნე რომ ფასდაუდებელია და მე არ მიყვარს ასეთი ამაღლებული სიტყვები ოღონდ ეს ის შემთხვევაა როდესაც ნებისმიერი კაზმული სიტყვა უხდება ილიას ღვაწლის შეფასებას რაღაცად მინდა ორივე სიტყვა ვთქვა საადგილმამულე ბანკზე იმიტომ რომ აი ეს თანხა კომპენსაცია გაიცა მეფის რუსეთის მიერ მემამულეებისთვის იმიტომ რომ მათ მოერთვად ყმები და ილიამ თანამოაზრეებთან ერთად თავის ჯიბიდან ამოიღა ეს ფული და ჩადო იმაში რომ ქართული ცნობიერება მაინც შეექმნა არარსებული ქართული სახელმწიფოს პირობებში. აი ეს ფაქტი თუ შეიძლება ეს იყო კულტურნაციონალიზმი. მოდი ამას უწოდოთ როგორც კულტურნაციონალიზმი. კულტურნაციონალიზმია ის სამი პრინციპია რა, ენა, მამული, სარწმუნოება. როდესაც ქვეყანა ლუკაზე არ არსებობს, ქართული სახელმწიფო არ არსებობს და აი ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ორ გუბერნიაში, იგი ცდილობს შექმნას ქართული ცნობიერება. დააკავშიროს ერთმანეთთან ის კუთხეები, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად გაუცხოებულნი არიან, რა. მაგალითად, მამული ხო სიტყვა მამული, ხო ჩვენ ვამბობთ დღეს მამულიშვილი და მამულის მსახურება, ხო ვამბობთ. პატრიოტიზმის ქართული ეკვივალენტია რა ეს. ილიას დროს მამული ნიშნავდა ნაკვეთს ნიშნავდა, რომელიც არის შემოღობილი, ნეხვდაყრილი და თამასუქით დამტკიცებული. დღეს მამული ნიშნავს სამშობლოს. აი სწორედ ილიას და მისი თანამოაზრეთა დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს სიტყვა აი ასე გავიაზრეთ და აი ასე ვიყენებთ ამ სიტყვას დღეს. მე მინდა ასევე შევეხო ახან ჩვენ ვახსენეთ ზვიადგამსახურდია საქმეც ძალიან საინტერესო რამდენადაც მე ვიყავი საქართველოს პარლამენტში ზვიადგამსახურდიას საქმის მომკვლევი კომისიის, დროებითი კომისიის თავმჯდომარე. ბატონო კონსტანტინე ვიტყვი თუ შეიძლება თემურ ქორიძემ ღმერთმა აცხოვნოს, მითხა ასეთი რამ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ნუ ერთი დაახლოებით ალბათ 10-დან 8 წლის წინათ, რომ მე-20 საუკუნე დაიწყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობით და დასრულდა ზვიადგამსახურდიას მკვლელობითო და მე კიდევ აი უშუალოდ ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გავიხსენებ კიდევ ერთ ფაქტს და თქვენც გეცოდინებათ ეს და იქნებ ამიხსნათ, იმიტომ რომ მაშინ მე პასუხი ვერ მივიღე. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აღიძრა საქმე ზვიადგამსახურდიას
წინააღმდეგ პროკურატურა იძიებდა ამ საქმეს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა და შეიცვალა ხელისუფლება, მე მივმართე გენერალურ პროკურატურას, მაშინ ასე ერქვა, ოქროაშვილი იყო მაშინ გენერალური პროკურორი, რომ ეს საქმე გამომეთხოვა როგორც ჟურნალისტი და გავცნობოდი მას და მომივიდა ასეთი პასუხი, რომ საქმე იყო შეწყვეტილი ისეთი მუხლით, რომ ედო გრიფი საიდუმლოდა. რატომ შეუნახა ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ შევარდნაძის ხელისუფლება საიდუმლოდეს, სანამ გადავალ თქვენ ეს ალბათ იყო შეთანხმება ხელისუფლების გადაცემის დროს, როდესაც მათ გადასცეს ხელისუფლება, მე მახსოვს ერთხელ ედუარდმა რაღაცნაირად თქვა, ცოტა ეტყობა გაღიზიანდა რაღაცაზე და კარგი იყო პოდნოსით რომ მივართვი ხელისუფლებაო, ესეთი რამ თქვა მახსოვს ინტერვიუში. ეს ეს ორი სხვადასხვა საქმეა. ერთი არის ზვიად გამსახურდიას და მისი მომხრეების საქმე, რომელიც მართლაც შედევრია, აი იურნულად ვამბობ ამ სიტყვას შედევრი. თქვენ ანახი გაქვთ ეს საქმე? იცით როგორ არის? მე საქმე არ მაქვს ნანახი, ეს ცალკე სხვა საქმე არის. ეს არის ის რაც იწყება 1992 წლის 6 იანვრიდან არის. და იქ არის სწორედ იმ ოქტონა ოქროებზე და ასე რაღაცეებზეა საუბარი, მაგრამ არის მეორე საქმე, რომელიც აღიძრა 1994 წლის თებერვალში უკვე. ფებრუარში აღიძრა. ეს არის უკვე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე, სადაც ძირითადი თეზა, სამუშაო თეზისი იყო თვითმკვლელობა. თვითმკვლელობა მოდის აი ამ სამი მთავარი მოწმისგან, რომლებიც იქ იყვნენ, რომელსაც ხამი მოესმათ რაღაც ხმაური, წამოდგნენ, თითქოს გაანათეს იქაურობა და ნახეს, რომ ის იყო ნობილი, საწოლის კიდეს, ხელში ეჭირა პისტოლეტის ტეჩკინი, რომელიც ედო კალთაზე და სისხლი ჩამოსდიოდა. და ნუ მათ ისინი ასკურიან რომ ჩვენ მართალია ყველას გვეძინეს ჩვენ თვალით არ გვინახავს, მაგრამ აბა სხვა რა უნდა ყოფილიყო, იქ არავინ შემოსულა. აი ეს არის მთელი ნარატივი, მთელი ეს რაზეც იდგა შემდგომ განვითარება. და მე ჩვენ რაც დავადგინეთ ჩვენმა კომისიამ სხვა შორის ამაზე ბატონ ჯონ დი ბაღათურიასთანაც შეიძლებოდა საუბარი, რომელიც ისიც იყო ამ კომისიის წევრი. დავადგინეთ ის, რომ ფაქტიურად გამოძიება ეს არ ჩატარებულა, ეს იყო იმიტაცია. ეს სააკაშვილის პერიოდში იყო. გამოძიება ეს იყო იმიტაცია, სრული იმიტაცია. აქ არ დასმულა არც კრიტიკული შეკითხვა, არც ჯვარედინი დაკითხვა არ ყოფილა. ჩვეულებრივად ხდებოდა ჩაწერა, ან თქვა დაზუსტების მიზნით რაღაცის შეკითხვაც კი არ არის ხოლმე. როდესაც სრულიად ბუნდოვანია, რას ამბობს ესა თუ ის მოწმე. ნუ თავარი მოწმეებიდან გუგუშვილის გარდა ყველა დაკითხულია. გუგუშვილი გადაიხვეწა ფინეთში და იმის მერე საქართველოში ფეხი არ ჩამოუდგავს და ამბობს, რომ ის თვითონ კანონიერი ხელისუფალია და არასოდეს არ ჩამოვა, რამდენადაც საქართველოს იმის მერე მისი თქმით მართავს ხუნტა. აი ესეთი პოზიცია აქვს მას და შესაბამისად ჩვენთანაც არის თანამშრომლა, რამდენადაც გითხრა, რომ ჩვენ ვართ ხუნტის მიერ შექმნილი თითქოს რაღაც კომისია და ის მას შეუძლია ჩვენ დაგვაპატიმროს კიდევაც აი ესეთი განცხადებაც კი გააკეთა, აბსურდული, რაც მისგან ნამდვილად არ გვიკვირს. ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს არ იყო ფაქტიურად გამოძიება, ძალიან დაბალი დონის, ალბათ ყველაზე დაბალი დონის გამოძიება. შეიძლება გამოძიებაც კი არ დაერქვას ამას, ის იყო უბრალოდ ჩაწერა რაღაცეების. და მეორე, გამომდინარე იმ მოსმენა გამოკითხვებიდან, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ 2009-2011 წლებში, გამომდინარე იმ მასალებიდან, რომლებიც შევისწავლეთ, გამომდინარე როსტოვის სასამართლო სამედიცინო დასკვნიდან, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ჩაიკამ პირდაპირ გამომიგზავნა ეს მე წერილთან ერთად. და გამომდინარე ასევე კრიმინალისტიკური კვლევების საფუძველზე ჩვენ დავასკვენით, რომ ის რაც აქ არის მოთხრობილი თვითმკვლელობას არანაირად არ გავს. ხა ჩვენ არ ვიყავით, ასე ვთქვათ, საგამოძიებო ჯგუფი, ვთქვათ, პროკურატურის, რომ გვეთქვა ვინ განახორციელა ეს მკვლელობა, ამის რესურსი ჩვენ არ გქონდა და არც უფლებამოსილება და ვერავის ბრალს ვერ წაუყენებდით. ასეთი რამ გამორიცხული იყო. ჩვენ ვყავთ დროებითი კომისია, სხვა შორის დროებით კომისიასთან თანამშრომლობის ვალდებულება არა აქვს ყველას. აი მაგალითად თუ ადამიანი მუშაობდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოებში და დღეს აღარ მუშაობს, მას უკვე აღარ ქონდა ეს ვალდებულება. ეს კეთილი ნება თუ უნდა მოვა.
და აი ასე ძალიან ბევრმა უარი გითხრა. ისინი აღარ მუშაობდნენ, აი კონკრეტულად გითხრათ უარი და რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაგალითად ბატონმა გიამხეიძემ გითხრა უარი, რომელიც ბოლო დღეებში იქ იყო, არ გამოჩნდა. ის ამბობს, რომ თითქოს ჩვენ ის არ მოგვიწევია, მაგრამ ჩვენ შევთვალეთ მას არაერთხელ. უარი განაცხადა. ავთო მარგიანს ასევე არ მოვიდა ავთო მარგიანი. ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე. და ეს ყველაფერი ახსნა იმით, რომ როგორ შეიძლება რომ შვილი მამის საქმეს იძიებსო, აი ესეთი რამ თქვა ბატონმა ედუარდმა, რა ვიცი, ვერ გეტყვით. ეს მას თავისებური ლოგიკა ჰქონდა. ეხლა კიდევ რა არის აქ ასეთი სხვადასხვა თუ მინდა როგორც მე ვიცი მინდა რომ აი თქვენც მითხრათ ავთო იოსელიანს მოუწია ძალიან საინტერესო გარდაიცვალა იცით ავთო მაგრამ ჩვენ ფილმში ჩავწერეთ ის მან თქვა რომ ძველ გამსახურდიას დასდევდა ორი ჯგუფი ერთი ეს იყო ჯგუფი რეალიზატორი უშიშროების სამინისტროსი და რომელიც მას ექვემდებარებოდა ნუ მაგრამ მე უთხარიო რომ თუ სადმე გადააწყდით მათო არ შეხვიდეთ დაპირისპირებაში ეს რა თქმა უნდა არასერიოზული განცხადება მაგრამ ხო ესე გრისთვის დასდევდა ალბათ რა ვიცი შეიძლება ფილმს იღებდნენ თუ რა შვებოდნენ არ ვიცი მასზე ფილმს თუ იღებდნენ რაც შეეხება მეორე ჯგუფი ეს უკვე უშუალოდ ექვემდებარებოდა შოთა კვირაიას მაშინდელ მინისტრს და გენერალ გიაგულუას რომელიც იქ რეგიონშივე იმყოფებოდა და გადაადგილდებოდა გარკვეულ ძალიან ახლოსაც მიდიოდა ზოგჯერ იმ ადგილებთან გიაგულუა სადაც გადაადგილდებოდა გამსახურდია და იქ იყვნენ რაღაც ჯგუფი იყო გულუასინებიც პირდაპირ მისი წარმომადგენლები იყვნენ და ისინი შეხვდნენ რამდენჯერმე პრეზიდენტს და უთხრეს რომ სამი ვარიანტი საქართველოს დატოვების ერთი შველმფრენს მოიტაცებდნენ მეორე თქვათ გადასვლა შატილით მესამე გადასვლა დაღესტანი აზერბაიჯანი დაღესტნის გზით ნუ სამივე წარმოუდგენლად სახიფათო მარშრუტი ვერტფრენი საერთოდ შესაძლოა აფეთქებით დასრულებული იყო ხოლო ეს ორივე ასევე პირდაპირ მკვლელობდა რა თქმა უნდა ზოგიერთ გამსახურდი ამაზე არ თანხმდება და ნუ ამის შემდეგ უკვე ამოქმედდება ესე ვთქვათ B პუნქტი გეგმის B გეგმა ეს უკვე არის ლიკვიდაცია ეს არის მისი ლიკვიდაცია და ნუ ახლა მე რაც მოგიყევით ეს ნამდვილად არ მეტყველებს თვითმკვლელობაზე როდესაც თვითმკვლელს ხელში უჭირავს სტეჩკინის ტიპის იარაღი სხვათა შორის გივი თაქთაქიშვილმა რომელიც იყო ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე უზენაეს საბჭოში რომელიც იმ დროს გროზნოში იმყოფებოდა და დაათვალიერა ცხედარი მან ნახა კეფაზე დახლილი კიდევ ერთი ტყვია და აი აქ უკვე გაგვახსენდება ქალბატონი ღურწკაიას მონათხრობი რომ როდესაც ხელი ასე ვთქვათ მოუკიდე თავს ხელი ჩამივარდა აი ეს პირდაპირ გვითხრა ჩვენ ანუ თავის ქალა აღარ იყო ფაქტიურად მთელი და მე ერთ რამესაც გეტყვით როსტოვის დასკვნაში პირდაპირ წერია რომ თავის ქალის უკანა ნაწილი შედგება, ანუ აღარ არსებობს ის და შედგება 3 დიდი და 38 მცირე ფრაგმენტისგან. ეს რას ნიშნავს? დალეწილია ესე იგი ტყვით არის შამდრეული და შემდეგ უკვე დროთა მანძილზე შეიძლება აქ რაღაცა ზეწოლაც იყო, შეიძლება სასვენებელმა ჩაიწია. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს დაზიანება იყო ყოველ შემთხვევაში. ერთი ტყვია ეს არხი ნამდვილად იწყება მარჯვენა საფეთქლიდან და გამოდის ყურს ქვემოთ, ანუ გარკვეული დახრილობა აქვს ამას და მეორე ეს არის უკვე უკნიდან დახრილი. ნუ აქ სპეკულირება ხა ფილმში ქალბატონი თამარ დეკანოსიძეც ამბობს რომ შეიძლება აქედან არისო ნასროლი, თუმცა პირიქითაც შეიძლება იყოს, იქიდან იყოს ნასროლი და გამოსული იყოს ყელში. მე უფრო ეს მგონია რა თქმა უნდა ის რაც გროზნოდან გადატანილი იქნა გადასვენებული იქნა დონის როსტოვში ექსპერტიზის ჩასატარებლად ამ ასე ვთქვათ ძლებს უკვე არ ქონდა რბილობი საერთოდ აღარ არის დარჩენილი და შესაბამისად ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვიტყვით ჩვენ ვიტყვით გართულებული ექსპერტიზა რო ჩატარდეს და დაადგინოს რითი მაინც დადგინდება ეს რომ იყოს პოლიტიკური ნება ნამდვილად ანუ შესაძლებელი არსებობს იმ ტიპის მასალა რომ ეს შესაძლებელია არ არის დრო გასული ჯერ კიდევ გაპარუდო შეიძლება არსებული მასალითაც დადგინდეს დაზუსტებით ყურელობა იყო თუ თვითყურელობა ასეა ნამდვილად და აქაც ნახეთ როგორ არის ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოურავის ყურელობა ვახსენეთ არა ეს მოურავის ყურელობა იყო უკვე დასაწყისი
ილიას კვლელობისა. ზუსტად გამსახურდიას კვლელობის დასაწყისი არის გოგაძის და ჭინჭარაულის გაუჩინარება, რომლებიც სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა სოფელ ნაკიფუში. ჩვენ ვიპოვეთ მათი ვთქვათ, პროკურატურასთან ერთად გავხსენით ეს სასვენებელი მაცივარში ეს ძვლები. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ამ ძვლებს არ აძლევენ გარდაცვლილი ვაჟა ჭინჭარაულის დას. არც ექსპერტიზა ჩაატარეს რიგიანი. მე მგონი რომ ნამდვილ ექსპერტიზას გულისხმობ. ეხლა რაღაცა დასკვნა დაწერეს რომ ვერ ტარდება ექსპერტიზაო. ისე არისო დამწვარიო ეს ძვლები, იმიტომ სახლი დაიწვა, როდესაც ეს ორი ახალგაზრდა იმ სახლში იმყოფებოდა. მე გულისხმობ სახლს, რომელსაც ალყა შემოარტყა სპეცნაზმა და რაღაც უძლიერესი იარაღის გამოყენებით გაანადგურეს სახლიც და მასში მყოფებიც. ისინი ამბობენ, აი არ ტარდებაო ამაზეო ექსპერტიზაო, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ შესაძლებელია ბრიტანეთში ექსპერტიზამ რა ინფორმაცია. დავადგინოთ ნამდვილად უკვე რომ ეს ძვლები ეკუთვნის ვაჟა ჭინჭარაულს და ირაკლი გოგაძეს. ვაჟა ჭინჭარაულის და ითხოვს დღემდე რომ გადასცენ, რომ დაასაფლაონ თავისი ძმის ესე ვთქვათ, იდენტიფიცირება არ მომხდარად. არა, ვერ ხერხდებაო, ეს იყო დასკვნა და ეს არის, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, უბრალოდ პასუხისთვის დაწერილი დასკვნა და თავიდან არიდება. ეს დასკვნა დაიწერა წინა ხელისუფლების დროს. სააკაშვილის? დიახ. აი სააკაშვილის ხელისუფლებიც რატომ უნდა ყოფილიყო ეს თქვენი აზრით ხელსაყრელი? იმიტომაც რატომაც დაედო გრიფით საიდუმლო ძვიად გამსახურდი წინააღმდეგ აღებულ საქმეს. ეს იყო ზოგადად სახელმწიფო საიდუმლო, უნდა დარჩენილიყო ეს სახელმწიფო საიდუმლოდ და არავის არ აწყობდა რომ ეს გამხდარიყო საჯარო. სახელმწიფო საიდუმლოდ რატომ უნდა დარჩენილიყო ეს საქმე? ეს შეიძლება ამან გაგვიჩინოს ეჭვი, რომ მაშინ ამ პროცესში არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოქმედი, არამედ ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალებიც იღებდნენ მონაწილეობას. ეხლა როგორ არის ქვეყნის მოქმედ გარეთ ძალებთან? მათი კვალი თვითონ ზოიად გამსახურდიას დევნაში პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტ კლინტონის განცხადება, სადაც ის გამოდის და ბორის ელცინს მოუწოდებს, რომ დაეხმარონ მეგობარ შევარდნაძეს. დაეხმარონ ყველანაირი საშუალებით და ჩვენ ვიცით ეს საშუალება რაში გამოიხატა. ბორის ელცინმა გასცა ბრძანება და გრაჩოვმა, რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრმა გასცეს ბრძანება ადმირალი ბალტინის სახელზე, რომელმაც დაახლოებით 5000 მებრძოლი და არაერთი ტანკი და საბრძოლო ტექნიკა შემოიყვანა სამეგრელოში, რასაც შედეგად მოჰყვა სამეგრელოს ყველა ქალაქის დაკავება და ზვიად გამსახურდიას განდევნა უკვე ტყეში და მთის სოფლებში. აი ეს არის სწორედ ის შევარდნაძე მოთხოვა ბალტინის ჯარი, როდესაც კრავჩუკს თხოვა. კრავჩუკს თხოვა, მაგრამ კრავჩუკი ფორმალურ თანხმობას აძლევდა კრავჩუკი, აქ რა თქმა უნდა მოსკოვთან, რა თქმა უნდა, აქ უმთავრესი იყო გრაჩოვის და ელცინის განკარგულება. პრობლემაც გასცეს ეს განკარგულება, კრავჩუკი მათ დაეთანხმა, როგორც მათი პარტნიორი და ყოფილი კომუნისტი. და ეს არმადა დაიძრა უკვე ფოთისკენ და სხვათა შორის თბილისიდანაც დაიძრენ მაშინ ტანკები, არა მარტო ფოთიდან შემოვიდა, არამედ თბილისიდანაც შემოვიდა. ახლა იმათაც კრავჩუკმა ხომ არ უბძარა, რა თქმა უნდა, ისინი ჩვეულებრივად ისევე ჩაერთნენ, როგორც 1991 წლის ბოლოს თბილისის ქუჩებში დადიოდნენ T-72. ჩვენ გვარდიას, აი სრული პასუხისგებლობით მინდა გითხრათ, არასოდეს არ ყოლია T-72 ტიპის ტანკი და არც ტანკისტები ყოლია, რომლებიც თქვათ ამ ტანკებს მართავდნენ, ხო, ესეთი ტანკისტები ჩვენ არ ყოლია, ჩვენ გვარდიას არ ყავდა 2-3 ცალი ძველი, ეგრეთ წოდებული BRD მიყავდათ მათ, ტანკები ჩვენ არ ყოლია. საიდან გაჩნდა ტანკები თბილისის ქუჩებში? კი ბატონო. ეს ტანკები მძიმე ტექნიკა გადმოეცა ქართველებს აფხაზეთში შესვლის წინ უშუალოდ ბებაევის განცხადება არის. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის ყოველდღიურად უპასუხისმგებლო მოწოდებები, რომლებიც აგულიანებდა პუტჩისტებს.
თქო და ისინი თვლიდნენ რომ ამერიკის ინტერესებს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ და ზედ აი აქაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯორჯ ბუშის და ჯეიმს ბეიკერის დროს დაუშვა იგივე საბედისწერო შეცდომა რაც დაუშვა რუსეთის მეფის რუსეთის სამეფო კარმა ილია ჭავჭავაძესთან მიმართებაში და ბორის ელცინმა ზვიადგამსახურდიასთან მიმართებაში ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვეს მათ უარი თქვეს ზვიადგამსახურდიასთან ნამდვილ თანამშრომლობაზე რატომ თქვენ რა მოტივით ხსნით ამას რომ ზვიადგამსახურდია წინააღმდეგ დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესები ეს არის თვითდაზიანება ჩვეულებრივი თვითგანადგურების მექანიზმის ამოქმედება რამდენიც ასეთ ადამიანებს როგორიც იყვნენ ზვიადგამსახურდია და ილია ჭავჭავაძე უნდა ეძებდნენ სანთლით უნდა ეძებდნენ მაგრამ ამის ნაცვლად სულ სხვა რამეს ხედავთ ჩვენ ამის ნაცვლად ისინი მოიმკიან მხოლოდ ბოლშევიზმს, მხოლოდ ძალადობას. იქ სადაც მოკლავენ ილია ჭავჭავაძეს და ზვიადგამსახურდიას, იქ იბარტყებს მხოლოდ ბოლშევიზმი და ძალადობა. სიძულვილი. დიახ. ბატონ კონსტანტინე, მცირე ხნით რეკლამის გამო შევწყვეტოთ უნდა გადაცემა და დაგველოდეთ, დაუბრუნდებით. ჩვენ ბრუნდებით ეთერში განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად და არ შემიძლია არ შევეხო ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, თავისთავადაც მნიშვნელოვანია და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღემდე არის დაპირისპირებული ჩვენი საზოგადოება შეიძლება იმ პერიოდშიც კი დაიწყო, ხო, გასული საუკუნის 90-იან წლებში ის დაპირისპირება, რაც შემდეგ უფრო და უფრო გაღრმავდა სწორედ ამ ბოლშევიკურ ტროცკისტული ნიშნით და უფრო და უფრო გამოიკვეთა ეს ტენდენცია სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. როდესაც უკვე შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და ამ დროს ჩვენ ვიცით რომ აი დაიწყო აფხაზეთში ის ყოველად გაუგონარი ომი და დაპირისპირება, ავრცელდებოდა კადრები საქართველოს ტელევიზიით, მაშინდელი ტელევიზიით, რომ აი და ინფორმაცია რომ ზვიადგამსახურდია აგზავნიდა ჩრდილოკავკასიელებს საქართველოში ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს იყო შავპიარული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ სადღაც 300-მდე ბოევიკი იყო ჩამოსული და ისინი ექვემდებარებდნენ უშუალოდ შამილ ბასაევს. სხვათა შორის ბასაევი იგონებს, როდესაც მე ვთქვი აფხაზში მივდივართო, ჯოხარ დუდაევა მაშინვე გადამაყენაო. მაშინ უთხარიო რომ ბიჭებო, ვისაც გინდათ მე წამომყევით, ვინც გინდათ დუდაევთან დარჩით და 2/3 ჩემი ბატალიონისა მე წამომყავ და 1/3 დუდაევთან დარჩაო. მე დახვდეთ ეს რამეს ამბობს და ამათ უკან კიდევ იდგას კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაცია, რომელიც იყო დაპირისპირებული. რა თქმა უნდა, შანიბოვი იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ნომრიანი აგენტი. და სწორედ ისინი იყვნენ ამის უკან დაპირისპირებულნი იყვნენ ჯოხარ დუდაევთან. პირდაპირ მოსკოვიდან იღებდნენ მითითებებს. რაც შეეხება ზვიადგამსახურდიას დაბრუნებას საქართველოში 1993 წლის 24 სექტემბერს. სხვადასხვა დაუჩამჩირეში ამას აბრალებენ იმას, რომ ამან დააჩქარა აფხაზეთის დაცემაო, თუმცა აფხაზეთის დაცემა სხვა რამემ დააჩქარა. რა თქმა უნდა, სულ სხვა რამემ დააჩქარა. სოჭის ხელშეკრულება იყო ესეთი, რომ 1993 წლის ივლისის ბოლოს, რაც გულისხმობდა 27 ივლისს, რაც გულისხმობდა იმას, რომ ყველა მძიმე შეერაღება უნდა ყოფილიყო გატანილი აფხაზეთიდან და სოხუმიდან. ეს მძიმე შეერაღება კიდევ გააფუჭებინეს რუს ინსტრუქტორებს და დამკვირვებლებს. რომელიც ადგილზე დარჩა და არ გაიტანეს 23 ბრიგადის ოჩამჩირეში ეს ამ თემაზე ბევრი მაგ დაწერილი. დიახ და ბიჭები დატოვეს ავტომატების ანაბარა და რაღაც სუბუქი ტყვეამრგოების ანაბარა. ეს უკვე ნიშნავდა სოხუმის ჩაბარებას და სწორედ მათ ვინც ეს გააკეთეს, ისინი ცდილობენ რომ ყველაფერი გადაამისამართონ ზვიადგამსახურდიაზე, როგორც თედო ლაბაური აკეთებს თავის ჩვენებაში, რომელიც მაშინვე მისცა. იგივეს აკეთებენ, თედო ლაბაურები არიან ისინიც. ეხლა ნახეთ, რატომ დაბრუნდა ზვიადგამსახურდია? მან ის ხედავს, მას ჰქონდა კომუნიკაცია ჟიული შარტავასთან ძალიან მაღალი ალბათობით და მან უკვე იცის რაც ხდება იქ და ის ცდილობს რომ ჩამოდის. გარკვეული ძალებით შევიდეს ოჩამჩირის მხრიდან სოხუმში და ერთობლივი განცხადება გაკეთეს, რომ დასრულებულია ეს დაპირისპირება, ჩვენ ყველანი ვერთიანდებით, შევარდნაძეს ეძლევა, ასე ვთქვათ, შეთავაზებულ თუ უნდა ისიც აქ დადგეს ჩვენთან. ანუ ზვიადგამსახურდია, ჟიული შარტავა, გენო ადამია გააკეთებდნენ ამ განცხადებას. აი ეს არ ვიცოდი მსხოთაში. იყო ასეთი გეგმა და დაახლოებით 600-700 მებრძოლი, ასე ვთქვათ, როლანდ ლაკიას ხელმძღვანელობით, ეს გულისხმობს მეკობალიას
კობალიას გურამი იგივე როლანდი. როზლან ლაკია, იგივე გურამ ლაკიას ხელმძღვანელობით შედიან გარდაიცვალა და სადღაც სოფელ ოჯიბინესთან ისინი ჩერდებიან, იმიტომ რომ შეთანხმება რაც იყო გენერალ ჭუმბურიძესთან არ შესრულდა, მათ აქვთ შეიარაღება ჩვენებს შეერაღება არ აქვთ, ხო? ისინი ჩვენები არიან, ესეც ჩვენები არიან, მათ მოილაპარაკეს უკვე რომ ერთობლივად მოხრებს არ აქვს შეერაღება, მათ აქვთ. მათ აქვთ, დიახ, რომ ერთობლივად გააკეთონ ეს რეიდი სოხუმისკენ და თქვენ დაგვეხმარეთ ჩვენ არტილერიითო და დაცულად, ისინი არ დაეხმარენ. ასე მოხდა მოულოდნელად ერთი გასროლა გააკეთეს, რომელიც მოხდა ისევ დამწვარ ბემბეს. აი დაახლოებით ასე ყვება ბატონი ლოთი ამ ამბავს ფაქტიურად ჯარები წააწყდნენ გარკვეულ გამაგრებას, რომელიც არის კოდორზე აფხაზების და რუსების გამაგრება ეს და შეუძლებელი გახდა სოხუმში შესვლა. სხვა შემთხვევაში თუ ეს მოხდებოდა, რა თქმა უნდა, ზუსტად გამსახურდია გენო ადამიანსთან და ჟიული შარტავასთან ერთად გააკეთებდა აუცილებლად ამ განცხადებას და მოუწოდებდნენ ყველას, ვისაც შეუძლია ერაღის დაჭერა, მოდით რომ დავიცვათ სოხუმი, ან ტოტალური და მასობრივი მობილიზაციის გამოცხადება საქართველოში აფხაზეთის გადასარჩენად. სოხუმის გადასარჩენად მაინც. აი ეს იყო, აი ძალიან ბევრ ამას გვეუბნება. ახლა როდესაც უკვე ბალტინის საშუალებით სანამ გადავალთ ბალტინზე, ამ შემთხვევაში აი ძალიან ბუნდოვანია ასევე ჟიული შარტავას ტყვედ ჩავარდნა კი ბატონ, ტყვედ ჩავარდნა ჩატოვება, ხო აი ტყვედში იმიტომაც ვიტყვი ესეთი ბუნდოვანია და მეორე მხრივ ძალიან ბევრი თქოს არ უნდა რომ ჟიული მთქვას სიმართლე. აი ეს კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტიც, რომ იმ რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირი, როგორიც იყო ჟიული შარტავა, არ უნდა დახვრეტილიყო, ვერ უნდა დაეხვრიტათ, თუ ეს რაღაცნაირად არ იყო შეთანხმებული, ასეთი ვერსიაც არსებობს და თქვენ უკავშირებთ აი იმ განცხადების გაკეთებას ერთობლივის შარტავას ჩატოვებას. რასაკურელია? პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ეს. ანუ ზედმეტი მოწმე მოიშორეს. ჰიპოთეტიკაა ჩემი მხრიდან ეს, მაგრამ მაღალია ალბათობა რომ ასე ყოფილიყო. ნამდვილად. ეხლა რაც შეეხება ხელისუფლებასთან, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას, ასევე იჩქმალება ბობოყვათის მოლაპარაკებები, რომელიც გაიმართა შევარდნაძის და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის და თითქმის შეთანხმება იყო ბოლომდე მიყვანილი, ეს იყო ერთობლივი არჩევნების ჩატარება და ერთობლივი საარჩევნო კომისიის შექმნა, რომელიც ჩაშალა ისევ შევარდნაძის მხარემ რამდენადაც გარკვეულმა პირებმა დაარტყეს ამ პროცესს, ბობოყვათის პროცესს, რომელიც ასლან აბაშიძის მოდერაციით გაიმართა და ეს შეთანხმება იყო თითქმის აი ხელმოსაწერად მზად და სხვათა შორის ხა ჩვენები იგონებენ გულისხმობ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, რომ იქ ვინც იყვნენო შევარდნაძის მხარეო, მათო ეწყინათ, გუცრფელად ეწყინათ, რომ რატომ არ გვაწერინებენ ხელს ამაზე, ჩვენ ხომ ამაზე შევთანხმდით. ჩვენ ხო ვამთავრებთ ამ უაზრო დაპირისპირებას, პროვოცირებულს, შემოგდებულს არა, მტრის გასახარ და მტრის სასარგებლო და მტრის წისქვილზე წყლის დამსხმელ დაპირისპირებას ხო ვასრულებ და რატომ არ გვაძლევენ ამის საშუალებას არა? აი ეს იყო მათი გულწრფელი აღშფოთება. რაც შეეხება ბალტინის შემოჭრის შემდეგ უკვე მოდი სანამ ბალტინამდე მივიდეთ კიდევ დაგისვამთ ამ შეკითხვას. როდესაც აი 27 ივლისის ხელშეკრულებას 1993 27 ივლისის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ეს იყო მართლაც აი კაპიტულაციამდე ერთი ნაბიჯი. ამ დროს ასეთი მოსაზრება არის ასევე, რომ როცა აფხაზებმა გადამალეს იქვე, აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავიანთი მძიმე ტექნიკა ადამალესა თუ გაიყვანეს, ქართველებს მოუწიათ შავი ზღვით ფოთში გატანა, იმიტომ რომ ქობალია უშლიდა ხელს სამეგრელოში. იცით ქობალიას ესეთი რამ აქვს ნათქვამი, ჩვენო აქედან იქით რომ შედიოდაო ტექნიკაო, ხელს არ უშლიდითო, აი იქიდან რომ გამოდიოდაო აი ამას უშლიდითო. ანუ არ გაატანინებდნენ? ანუ ის უნდა ტექნიკა უნდა შევიდეს იქიდან აქეთ რომ გამოდის, ესე იგი ის გარბის. მაგრამ აი ეს როგორ შეიძლება და მეც მიფიქრია ამაზე, რომ ჯობდა სამეგრელოში დაგვეყენებინა რა ტექნიკა, თუ ეს იმთავითო იყო. ფოთში დააყენეს. იცით რა არის? არენდნენ მათ. აი ეს რა ინფორმაცია გაქვთ? მე ის ინფორმაცია მაქვს რომ ხუნტა არენდო ქობალიას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ რომ ესენი ამ იარაღს ჩვენო შემოგვიბრუნებენ და არაფერსაც არ შემოუბრუნებდნენ, ხა როდესაც აფხაზეთზე მიდის საქმე, ხომ ვნახეთ რომ ტამიში ორივე მხარემ ერთად იბრძოლა. ხომ ვნახეთ რომ
ამ ერთად ბრძოლამ გამოიღო შედეგი არა რატო შეუბრუნებდნენ იმას შედეგ მიარახს მაგრამ საქმეც იმაშია რომ აქეთ ამ ხარის პრობლემა იყო სწორედ იარაღის ნაკლებობა იარაღი არ იყო აქეთ ამ ხარის ქობალიას რა თქმა უნდა იარაღი არ იყო ეს ყველაფერი იყო ბუტაფორია ეს რაღაცა რაკეტა რომ ჩამოატარეს ის რაკეტა ხო იყო ცარიელი ფუტლარი არაფერი არ ყოფილა იქ მათ აკლდათ ნამდვილი შეერაღება ჭურვები ლოჯისტიკა ეს იყო რაღაცნაირი იცით რა როგორც გაირკვა ეს იყო ბუტაფორია ძალიან ბევრი რამ ჯერთი მეომრების რიცხვიცაც სპეციალურად აბუქებენ აი თქვენი ინფორმაციით რამდენი კაცი იყო ლოთი ქობალიას შეერაღებულ რაზმში ყველაზე მეტი როცა იყო ეს არაცილებია 1200 კაცი. ხო ესე ვთქვი 1100 და წერენ 5000 ზოგჯერ 20000-საც წერენ რომ 20000 კაცი. აი რაღაცა ესეთ ფანტასტიკურ ციფრებს აბრეხვებენ ხოლმე ვიღაცეები, რაც სინემაციამდვილეს არანაირად არ შეესაბამება. ეხლა რაც შეეხება ზოგადად გადასვლას უკვე აფხაზეთში ის იმყოფებოდა ეგ ტუჟბევის ოჯახში და მასთან მოვიდნენ აი ეს როდის მოხდა ვისი მიწვევი 7 ნოემბრის შემდეგ უკვე როდესაც ზუგდიდი იქნა ბოლომდე დაკავებული ბალტინის შეერაღებული ძალის და ასევე თბილისის არა მარტო ხეიქ იყო შინაგანი ჯარი იქ იყო თეთრი არწივი სხვადასხვა ფორმირებებმა დაიკავეს იქ როდესაც ჩატარდა თათბირი ეს მასალები მაქვს ნანახი გამოძიების მე უკვე როდესაც ბაბილაშვილი იყო გენერალური პროკურორი და რეზო ყიფიანი იყო მის პირველი მოადგილე იქ თათბირზე ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდნენ თვითონ იქ თვითმხილველები საქმის ჩვენებებში წერია რომ შევარდნაძემ თქვაო იქ ვიმეორებ რაც იქ წერია მივცეთო ბიჭებსო სანავარდოთო 3 დღეო რა თქმა უნდა ეს ისტორიიდან კარგად ცნობილია ის ისტორიიდან კარგად ცნობილია როდესაც სულტნები და შაჰები იღებდნენ ქალაქებს და მონღოლთა ყაენები ისინი ჯარს რამდენიმე დღე აძლევდნენ ქალაქს საძარცვაო და შემდეგ უკვე პირდაპირ კონტროლს ამყარებდნენ იგრძალებოდა ჯარცვა მან შეიძლება მოქცეს მე სულ ფიქრობ ხოლმე ამაზე შეიძლება მოქცეს ეს უფლება მაგრამ შენ კუთხეში ეს რატომ უნდა გააკეთო ან ის სახელმწიფოებრიობა, რომელიც ადამიანებში ღრმად იყო ფესვგადგმული საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებულად გამოვლინდა ამ პერიოდში. ისინი თითქოს თავის სამშობლოში არ იმყოფებოდნენ, თითქოს ისინი რაღაც უცხო ქვეყანაში იყვნენ, მტრულ ქვეყანაში. და სხვაში ძალიან მადლიერი ვარ სამეგრელოსი, რომ სამეგრელომ ეს მოინელა გადაყლაპა და არ გაბრაზებულა ამის გამო. არა, რა თქმა უნდა, კოლხურმა სიბრძნემ თავისი გაიტანა მაინც და აფხაზეთში გადასვლას 7 ნოემბრის შემდეგ ის გადადის აფხაზეთში და არის ილორში. აქ მოდიან მასთან, ასე ვთქვათ, აფხაზების წარმომადგენლები გუდაუთიდან ჩამოვიდა საკმაოდ მაღალი დელეგაცია, რომელსაც ახლდათ რუსი გენერალი და მას შეთავაზეს ასეთი რამ. ჩვენ გწნობთ თქვენ კანონიერ პრეზიდენტად და ყოველთვის გწნობდით. ჩვენ თვალში ყოველთვის კანონიერი პრეზიდენტი იყავით. ამიტომ ასეთი შემოთავაზება გვაქვს. აღიარეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენ გაღიარებთ თქვენ, შემდეგ მოვაწეროთ ხელი კონფედერაციულ შეთანხმებას და ჩვენ გაგვეხსნება ხელები რომ დაგეხმაროთ, რათა თქვენ ჩახვიდეთ თბილისში. ამაზე რა თქმა უნდა ზოგადად გამსახურდია მათ უარი განუცხადა, არანაირად ის ამბობდა რომ ეს ომი არის ორივე მხარის ბრალი. აფხაზებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია უხეშად, ხოლო ხუნტამ სხვა გზა ვერ იპოვა თუ არა პირდაპირ ფრონტალური ერიში. მინისტრის ცემის შემდეგ. აი ასეთი განცხადება ქონდა მას გაკეთებული და ის არ გადათქვამდა ამ განცხადებას. აფხაზეთში შინაგან საქმეთა მინისტრის ცემის შემდეგ. ხო ის რა თქმა უნდა ის არ იტყოდა რომ აფხაზებს კონსტიტუცია არ დაურღვევიათ. რა თქმა უნდა დაარღვიეს. ეხლა რაც შეეხება ამ მოლაპარაკებაზე უარის თქმის შემდეგ რუსმა გენერალმა მას კითხა რომ ხომ იცით რომ მოგიწევთ იქ დაბრუნება საიდანაც აქ გადმოხვედითო და იცით სად ბრუნდებითო და ძალიან კარგად ვიციო რა თქმა უნდა ეს გულისხმობდა იმას რომ ეს არის გზა სიკვდილისკენ და მართლაც იქ დაიწყო მისი სიკვდილის გზა ანუ ერთგვარი ვია დოლოროზა მისი სამეგრელოს სოფლებში და სამეგრელოს ასე ვთქვათ მაღალმთიან რაიონებში, ბილიკებზე, ტყეში, ასე ვთქვათ
სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ ადგილებში. მე ეს ყველაფერი მოვლილი მაქვს, სამჯერ მაქვს მოვლილი, თქვენ წარმოიდგინეთ ეს ადგილები. ის გზა რომელიც გაიარა. დიახ, ის გზა რომელიც მან გაიარა და ნუ ამის აქ კიდევ რა შეიძლება ითქვას აფხაზეთთან მიმართებაში. შევარდნაძეს რას უშვებოდნენ? შევარდნაძეს მეკითხებია, სხვათა შორის პირდაპირ ეკითხებია, ზვიად გამსახურდიას ეკითხებია, პოლონელი ჟურნალისტი, რას უპირებთ შევარდნაძეს? არაფერსაც არ უპირებთ. ჩვენ გვინდა რომ მოვისლაპარაკოთ ერთობლივ არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ვინ როგორ შევა, იქ ისე შევიდეს. ანუ მას ქონდა, მან კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი. შევარდნაძემ არც ერთხელ მისკენ ნაბიჯი არ გადმოდგა, დააკვირდით? მან ერთხელ გადადგა, ხო ეს იყო 1991 წელს, როდესაც მან პირდაპირ გამოსვლაში პირდაპირ მიანიშნა მას, მანამდე ეს იყო 3 სატელეფონო საუბარი, სადაც ის პირდაპირ თხოვდა, რომ ჩართულიყო სამაჩაბლოს საკითხის მოგვარებაში. შევარდნაძესთან ჰქონდა მას საუბარი და სამივეჯერ შევარდნაძემ მოარეუთხა ერთხელ თქვა, რომ რა გინდათ ჩემგან, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ, თავი დამანებეთ, მე არაფერი არ შემიძლია. აი ეს იყო მისი პასუხი. და აი აქ ბოლოჯერ კიდევ ერთხელ ბობოყვათის პროცესში ჩართვით, ზოგადად გამსახურდია მხარემ გამოხატა ნება, რომ რაღაცნაირად ერთობლივ პოლიტიკურ პროცესში ჩართულიყო, მაგრამ ნაცვლად ამისა მათ ამოქმედეს ფორმულა ყველა -1, ეს ერთი იყო ზოგადად გამსახურდია და მისი მომხრე ყველა ვინც ამ ფორმულას არ მიიღებს, ისიც გაირიყება პოლიტიკიდან. ანუ რეალურად საქართველოს ამომრჩევლის 60% იქნა გარიყული პოლიტიკიდან. და შემდეგ იმ 60%-ზე ისეთი ნადირობა იყო შემდეგ წლებშიც და რა თქმა უნდა ის უკვე როგორ იყო რომ სახელმწიფო რეზონი გულისხმობდა რომ აკრძალული იყო ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ტრადიციის და მემკვიდრეობის გამგრძელებელი პარტიის ცალკე არსებობა და თუ კიდევაც შეექმნებოდა ის უნდა მარგინალიზებული ყოფილიყო და გარიყული ყოფილიყო ყველაფრისგან. ნებადართული იყო ამ ადამიანების ისეთნაირად დაყოფა, რომ სხვადასხვა ფრაქციებში და სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში ყოფილიყვნენ გადანაწილებულები. ამიტომაც იყვნენ ზვიადის მომხრეები ასლანთან, ზვიადის მომხრეები შევარდნაძესთან, ზვიადის მომხრეები სააკაშვილთან, ზვიადის მომხრეები იგორ გიორგაძესთან. ნუ აი ეს ყველანაირი, ასე ვთქვათ, შესაძლო ვარიანტი იქნა დაშვებული, მაგრამ ცალკე პოლიტიკურ ძალად ეს ამას ქართული სახელმწიფოს არაოფიციალური რეზონი ყოველთვის გრძალავდა. ამაზე სხვათა შორის ჩემაძმამ ქართული deep state, ანუ ქართული ღრმა სახელმწიფოც კი ახსენა, რომელსაც არ აწყობს აი ასეთი ძალის ცალკე არსებობა. და იცით, აი შეიძლება ახლა უკვე ამაზე საუბარი არ ღირს, მაგრამ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ჩვენ ბოლომდე უკვე მომხდარი ამბების ნამდვილი ანატომიაც არ ვიცით, ხო რა და როგორ მოხდა. როდესაც ეს შესთავაზეს ზვიად გამსახურდიას რუსმა გენერლებმა, რომ აღიარე აფხაზეთი. ეს ნიშნავდა, რომ მასზე მე რაღაც მეეჩვება, რომ შემდეგ მიეცათ საშუალება გაემარჯვა ზვიად გამსახურდიას არჩევნებში, რომ მის კისერზე ყოფილიყო აფხაზეთის აღიარება, ეს სცენარი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რა თქმა უნდა, ის მიხვდა, რომ ეს შესაძლებელია იყოს ასეთი მახე, სხვათა შორის ანალოგიური მახე მე ვთვლი, რომ იყო 1991 წლის 22 დეკემბრის შემდეგაც, როდესაც დაიწყო ქუჩებში საომარი მოქმედებები. სადაც თითქოს რუსეთი თავაზობდა მას სამხედრო დახმარებას. მას ერთხელ მახსოვს ვენაში კითხეს, პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა. ბატონო პრეზიდენტო, 1991 წლის დეკემბერ-იანვრის დაპირისპირებისას იყო თუ არა შესაძლებლობა საკითხი გადაწყვეტილიყო სამხედრო გზით თქვენს სასარგებლოდ, ანუ ხელისუფლების სასარგებლოდ. ჩვენ რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, თქვენთან მოდიოდა სიგნალები ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან, რომ ისინი თქვენ გარკვეულ დახმარებას აღმოგიჩენდნენ. ამაზე პრეზიდენტმა უპასუხა, დიახ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ დავმარცხდებოდით, გავიმარჯვებდით სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ დავმარცხდებოდით ზნეობრივად, მორალურად დავმარცხდებოდით. აი ამის შემდეგ უკვე დავმარცხდებოდით საბოლოოდ სამხედრო თვალსაზრისითაც. ნახეთ როგორა აზრი ჩამოყალიბებული, ანუ როდესაც მორალურად დამარცხებული ხარ, მერე სამხედრო დამარცხების
ამბავი უკვე დროის საკითხია. სამხედრო დამარცხების დროის საკითხია მეტი არაფერი. და ყაზბეგში ელცინისა და გამსახურდიას შეხვედრაზე ძალიან საინტერესო ზუსტად ჩვენ დღევანდელი საუბრის ნაწილია. ყაზბეგში, როდესაც ჩამოვიდა ბორის ელცინი, ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ზვიად გამსახურდია მას მართლაც გულითადი სიტყვებით შეეგება პუშკინიც ახსენა, რომ აი თქვენ იმ სიმბოლურია, რომ თქვენ იმ გზით შემოხვედით, როგორც პუშკინი შემოვიდაო და სხვა შორის იმ შეხვედრაზე ბორის ელცინმა აღიარა ყველა იმ ნაბიჯის ლეგიტიმურობა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გადადგა, მისმა მთავრობამ გადადგა შიდა ქართლში, ეგრეთ წოდებულ ავტონომიასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ეს არ შეასრულეს. რატომ? არ შეასრულეს ეს იმიტომ, რომ ელცინს დაუპირისპირდნენ როგორც რადიკალები ერთი ბანაკიდან, ისე რადიკალები მეორე ბანაკიდან. ანუ რუსეთში, რა თქმა უნდა, მას დაუპირისპირდა გრუპა სოიუზის რადიკალები, ესენი არიან მემარჯვენე შოვინისტი რადიკალები და მას დაუპირისპირდა ლიბერალური სპექტრი, გალინა სტოროვოიტოვა და სხვები. ლატინინა რო არის აი ხა დღეს ისიც აი ამ ბანაკიდან და კიდე ბევრი არიან იქ ჩუბაისი, გაიდარი, ესენი ზუსტად აი ლიბერალური, ასე ვთქვათ, მთელი სპექტრი ერთხმად თავს დაესხა ზვიად გამსახურებას. ნახეთ, ბორის ელცინი ვერ შეძლებდა რომ წინააღმდგომოდა ასეთ დიდ ძალას. როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ამიტომაც მოაწერეს, რა თქმა უნდა, მაგრამ დარღვევა რა არის? რუსეთისთვის ეს დარღვევა არაფერს არ ნიშნავს. მათ განაგრძეს დესტრუქციული მოქმედებები და ბოევიკების გამოგზავნა ცხინვალში, მათ ეს გააგრძელეს ეს საქმიანობა, გააგრძელეს ქართული მოსახლეობის ტერორიზება და რა თქმა უნდა, უკვე მოსკოვის პუტჩის შემდეგ პირდაპირ დაიწყეს აჯანყებულების და პუტჩისტების მხარდაჭერა. ანუ აქედან ჩანს, ვის აწყობს ყველაზე მეტად საქართველოში პუტჩი, გადატრიალება, რევოლუცია. გაითვალისწინე ეს ქართველო მკითხველო. ეს აწყობს მოსკოვს, ეს აწყობს რუსულ ღრმა სახელმწიფოს, ეს აწყობს ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებს, ეს აწყობს ილია ჭავჭავაძის მკვლელებს, ეს აწყობს ზვიად გამსახურდიას მკვლელებს. და რით ხსნით თქვენ იმას, რომ თქვენმა კომისიამ გამოიძია ეს საკითხი, რაღაც შეაგროვა ფაქტობრივი მასალა და ამას არ მიეცა მსვლელობა. რა აზრი ჰქონდა მაშინ კომისიის მუშაობას? და რატომ არ მიეცა? რიცით რა არის? ნუ როგორ არის რომ ეს საქმე შემოდეს თაროზე. ისინი ალბათ ფიქრობდნენ რომ კომისია რაღაც ბუნდოვან და გაურკვეველ დასკვნას დადებდა, სადაც ხელმოსაჭიდი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ დავდეთ რეალურად გზამკვლევი. ეს თვით იგორ გიორგაძემაც კი აღიარა, რომელიც ჩვენ დავკითხეთ მოსკოვში. ჩვენ გქონდა გასვლითი მოსმენა გამოკითხვა, ეს იყო 2010 წლის იანვარში, სადაც ჩვენ იგორ გიორგაძემ მოგცა ჩვენება. მან განაცხადა, რომ ეს ნამდვილად იყო მკვლელობა. მაგრამ მე როდესაც დაუსვი შეკითხვა, მაშინ თუ მკვლელობა იყო, სად არის ამ მკვლელობის ოპერატიული მონაცემები? ამაზე იგორ გიორგაძემ მიპასუხა, რომ მას არ აქვს უფლება გასცეს ოპერატიული მონაცემები, რამდენადაც რუსეთის სახელმწიფო იქნება ამის წინააღმდეგი. უი? დიახ. ანუ მიიღო ბრძანება რუსეთისგან? ამ ოპერაციის ჩასატარებლად? არ უნდა ბრძანების მიღება, მან ეს ისედაც ძალიან კარგად იცის, რომ ოპერატიულ მონაცემებს რუსეთის სახელმწიფო არ გასცემს. ანუ ლაპარაკი აქ რაზეა, რომ თუ ის ორი ჯგუფი ნამდვილად დაძდევდა, მათ თქმა უნდა, მათთან ერთად იქნებოდნენ, აი როგორც ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში იყვნენ, ასე ვთქვათ, სასარგებლო იდიოტები, გავლენის აგენტები და იყვნენ ჩანერგილი აგენტები. აი აქაც ზუსტად ასე, აი ამ ქართულ დაჯგუფებებში იყვნენ ჩანერგილი, როგორც ჩანს, გარკვეული აგენტები, რომლებიც სულ სხვა ცენტრიდან იღებდნენ დავალებებს. ამიტომაც გასაკვირიც არ არის, რომ ედუარდ შევარდნაძეს ყველაფერიც არც იცოდნოდა. ნუ რაღაცეები ალბათ იცოდა, რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძე ჩართული იყო ამ ყველაფერში, მას პირდაპირ აწყობდა ეს ყველაფერი. ასე მომხდარი იყო, იმიტომ თუ არ აწყობდა, მაშინ ის რაღაცა საერთო ენას მაინც გამონახავდა ზვიად გამსახურდიას და მით უმეტეს ზვიადის მხრიდან იყო ეს ნაბიჯი გადადგმული. და აქ ეს კითხვაც ჩნდება, რომ ნუ თუ ყველა
ვინც თან ახლდა ძვიად გამსახურდიას ერჩქვეშარის, რომ მიიღო მონაწილეობა მის მკვლელობაში. ამის თქმა ასე არ შეგვიძლია, ამას ვერ ვიტყვით. ცოტა მძიმე ამბავია. მე მგონი რომ სამი მთავარი მოწმე პირდაპირ არ არის ჩარეული, მაგრამ მათ იციან რაღაცა, რასაც არ ამბობენ. და ისინი ამბობენ, ეს მოწმეები არ დავარქვათ. ესენი არიან პრემიერი გუგუშვილი, რომელიც იქ იმყოფებოდა, რობიზონ მარგველანი დაცვის უფროსი და დაცვის წევრი ბაჩუკი შალვა კვანცელაძე. მე რა ვიგულისხმე რომ ისინი ჩარეულ მათ არც ერთს ხელი არ აღუმართავთ პრეზიდენტზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არასოდეს არ დაუშვებდით ამას, მაგრამ ის რომ მათ რაღაცა იციან და ამას არ ამბობენ და ყვებიან რაღაც მონოტონურად ყვებიან რაღაც ისტორიას, ესეც ფაქტია. რატო დატოვებდნენ მათ ცოცხლად? ცოცხალ მოწმეებად. სწორედ ეს რომ ეს რომ ელაპარაკათ, რასაც საუბრობდნენ. თქვათ შორის მაშინ საეჭვო იქნებოდა უკვე რა? არა, ნუ საეჭვო იქნებოდა და ამიტომაც ანუ მკვლელობის ვერსია უფრო გამოიკვეთებოდა. თუ ისინი იყვნენ ალყა შემორტმულნი, თუ ისინი იდევნებოდნენ როგორც თვითონ ყვებიან, მაშინ როგორ გააღწიეს მათ ბათუმამდე, იმიტომ რომ ბათუმ სამეგრელოს მთიანი რეგიონებიდან ბათუმამდე რომ ჩახვიდეთ, სულ ცოტა 140 კილომეტრი უნდა გაიაროთ, არა 50, რამდენი პიკეტი იქნებოდა გზაზე. ან რამდენი, ვთქვათ, მეთვალყურე, ან თუ რა ქვიათ, მოთვალთვალე ჯაშუში გზაში, რამდენი შეხვდებოდათ? ანუ სიცოცხლის სანაცვლოდ? რა თქმა უნდა. ეს უკვე ჰიპოთეტიურად თუ დაუშვებთ, ასე უნდა იყოს. გაქვთ იმედი, რომ ოდესმე გამოიძიეს პროკურატურა, ან თქვენ თუ მიმართეთ უკვე აი რა თქმა უნდა, ჩვენ სისტემატიურად მიმართავთ, ჩვენ გაგრძელებასაც ხელი შეუწყვეთ ჩვენი აქციით. მაშინ ჩემი ძმა ცოტნე ჩამთელი იყო. და გარკვეული პერიოდულობით ვცდილობთ მივიღოთ ინფორმაციები რასაკეთებს პროკურატურა, მაგრამ პროკურატურაში ხშირია გენერალური პროკურორების ცვალებადობა და ეს საქმეზე მოქმედებს ძალიან ცუდად. ხოსანამ გაეცემა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ საჭიროა ამბიციური ადამიანები, რომელსაც ექნებათ ამბიცია, რომ აი მე გავხსნი ამ საქმეს და მინდა რომ ისტორიაში ჩავეწერო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ამბიციებს ჩვენ იშვიათად ხვდებით ბოლო ხანებში. ეხ უფრო მოგონი ქონების რაოდენობით ჩაწერა უნდა თქო. უფრო ქონების რაოდენობით ეხ. იმედი არ მიწყენენ. იმედია. კაცებად. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კონსტანტინე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს. ჩვენ გემშვიდობებით. იმედი მაქვს რომ საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი. მე კი გემშვიდობებით და შეხვდებით ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს.